მოგესალმებით თურქესო ტელემაყურებლობო, დღე მშვიდობისა გადაცემა შუადღე ქუთაისში დაიწყო მეგატივის პირდაპირ ეთერში. მე გახლავართ ამ გადაცემის წამყვანი ნანა თევდორაძე და კვირის ბოლო სამუშაო დღეს, ანუ პარასკევს გავატარებთ თქვენთან ერთად. გადაცემის თემას წარმოგიდგენთ მათემატიკოსი და არაერთი დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი ბატონი დიმიტრი გოშხეთელიანი შემოგვიერთდა. ბატონი დიმიტრის სტუმრობა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს თქვენთვის, მით უფრო თემა, რომელზეც ვისაუბრებთ, ფიქრობ თქვენთვის უნდა იყოს ყურადსაღები და ზოგადად ჩვენი უკეთესი მომავლისთვის, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციაზე ვისაუბრებთ, თუმცა განათლებაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც აი ამ უნიშნელოვანეს მიმართულებაში დგას, არაერთ გადაცემაშიც გქონია მე და ბატონ დიმიტრის საუბარი. მოგესალმებით ბატონო დიმიტრი, როგორ ხართ? თავს როგორ გრძნობთ? მადლობთ, მოგესალმებით ხალბატონო ნანა, უდიდეს პატივისცემით მივესალმებით ტელემაყურებელს, წარმატებულ ეთერს გისურვებთ როგორც ყოველთვის. ასევე მეც გისურვებთ წარმატებულ ეთერს, მზიანი ამინდი გვაქვს. მithumetet ჩვენი გადაცემა პოპულარული გახდა. მე და თქვენი შეხვედრა. კი ბატონო, მზიანი ამინდი გვაქვს, ფიქრობ განწყობაც იდენტური უნდა იყოს. ამ ხრივ სათუწუნო არაფერია, თუმცა ბევრი გამოწვევა, ისევ გამოწვევაც რჩება ჩვენს ქვეყანაში. როგორი იყო გასული წელი თქვენთვის მოკეთ რომ შეაჩერეთ? გასული წელი თუ ახლა პროფესიონალიზმის მიხედვით ვამბობთ, საკმაოდ ნორმალური წელი იყო. მე გავაკეთე იცით რომ ძალიან საინტერესო წიგნი, რომელიც ფაქტობრივად აი ამ არსებული საერთოდ 4 რეპერტორული წიგნი არსებობდა აქამდე, 4 სხვადასხვა. ხო და მეხუთე ჩემია საქართველოში. ხო, მეხუთე ჩემია. რამდენი ხანი მუშაობდით? ხო, ახლა მე შევაჩერეთ, მაგრამ ჩვენი განსხვავებული ხედვით არის, მესამე ნაწილი არის მზად, მაგრამ დაბეჭდილი არ არის, თითქმის მზად არის. ორი ნაწილი თავის თეორიით, რომელიც ადამიანს უყალიბებს ანალიტიკურ აზროვნებას, სტრუქტურას აზროვნებისას და ალგორითმულ აზროვნებას, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მათ სხვადასხვა ჩვენ წიგნებს. ახლა ამას რო ვიტყვი ვიღაცა გასკდება გულზე და ბიჭო ახლა ნუ მასწავლი იმას ვიღაცა რაც სხვაზე მეტი უკეთეს ვიტყვი, ამას ვამბობ პირდაპირ. ჩვენ მე გეუბნებით პირდაპირ რომ თუ სახელმძღვანელო არ არის ფსიქოლოგიაზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს ანალიტიკური აზროვნების განვითარების მომენტებს, სტრუქტურის ანალიზს, შინაარსობრივი ალგორითმული სიტუაციებით, ეს არის ყალბის სწავლება და ასეთი სახელმძღვანელოებია დღეს იცით. ახლა წარმოიდგინეთ ნანა, აი როგორი სახელმძღვანელო, ამით ახლა მე ჩემს სახელმძღვანელოს ვაკებ თუ არ ვაკებ, ფაქტი ასე არის. რა არის ახლა? მოსწავლე სწავლობს სკოლაში, ну, დავათქვათ, ფსევდო კი არ, ნამდვილი სწავლა თუ რაღაცა სწავლობს და კიდე ემზადება. და ესე წარმოიდგინე, საათი აქვს სკოლაში 5 მათემატიკის და ემზადება კიდე 5 საათი, ანუ 10 საათია. წარმოიდგინე პირველ კლასს ახლა მე ცოტა გვიან მოვედი, თუ არ გაჩვენებდი, ახლა მოსწავლეები რომლებიც გათხოვილია, ზოგ შვილი ყავს 47-48 ქალბატონები არიან, რაებს მწერენ. ხო და მაინც ვერ იმახსოვრებენ ბავშვები და მე იმის ნაცვლად რომ ეს გააკრიტიკონ ეს მოცემულობა რომ წიგნიას ასეთი qalbi მასწავლებლებს გულისხმობ მშობლებს თუ ყველა მშობლებსაც იმ გადადიან ბავშვზე იერისზე და მე პირდაპირ ახლაც გავიმეორებ მე არ ვიყავი უნიჭო კაცი თქვათ ნიჭიერებით აიმითი გამორჩეული ფრიადოსანი არ ვიყავი წინასწარმეტყველო მაგრამ მათემატიკით ვამბობ მაგრამ მე გეუბნებით აი ეს თაობა არის ჩემზე ბევრად ჩვენზე ბევრად ჩემ თაობაზე ბევრად ნიჭიერი თაობა ამას ვამბობ და ვიტყვი ყოველთვის ბატონო დიმიტრი, შეიძლება თუ არა, მოდი თქვენს წიგნებზე არა, ზოგადად სახელმძღვანელოებზე, ხო, აი სახელმძღვანელოებზე ვისაუბროთ და სწორად შერჩეულ პროგრამაზე, თუ ეს დეტალი არ იქნება გათვალისწინებული, ბავშვს რაოდენ დიდი ინტერესიც არ უნდა ქონდეს ამ საქმის მიმართ, რომ ჩაუქროს ავტომატურად და გაუნულოს. ახლა შეგადეთ ხომ უსმენთ ახლა ჩვენ ოპოზიციის იმგეს, ესენი ყველაფერი ესე ოპოზიცია მოდი პირდაპირ უნდა უთქვა რომ ოპოზიცია რას პოზიციაც არის, ეს არის მამნებლობა. არაფერზე ეს არის რაღაცა ახლა გამოძვრენ სწოროებიდან თქვა და დაიწყენ საუბარი რაღაცა მეათე ხარისხოვანზე მოდი და არავინ არ ახსენებს სასკოლო საფუძვალს რაღაცა ერთი სახელმძღვანელოს აკრიტიკებს რომ ერთი სახელმძღვანელო ხედავო არჩევანი აღარ ექნება მასწავლებელს შეოჯახაშრებულო ერთი სახელმძღვანელო ნეტა გამოვიდეს არც ერთი სახელმძღვანელო არა გაქახლა ყველა არის მაკულატურა მავნებლობა და ერთი სახელმძღვანელო თუ იქნება და მეორე ახლა შენ რაღაცა ინტერესი და რაღაცა დაქოქილოა იყო ვიღაცით დაპროგრამირებული შეგაცო არ გამოსულ სახელმძღვანელოს აკრიტიკებ ჯერ და მე მაქვს ამის უფლება შეიძლება და აკრიტიკებ არ გამოსულს და რომელიც გამოსულია 3
ესე იგი გარეწარი, საქონელი, სახელმძღვანელო და უაზრო. იმას მათემატიკა შუაში, ნანა, მომისმენთ თქვენ ახლა მე ნუ დამეყდომთ, კაცო, ახლა რომ მიძახი აქეთ აღარ შემიძლია, აქ მოსვლა ამდენი მოდი ვარ. ბიოლოგ შეეკითხე, ქიმიკოს შეეკითხე, ფიზიკოს შეეკითხე, თუ შენ არ გეგულება, კაცო, ეს ხალხი მე მოგიყვან ამ პროფესიონალ ხალხს და ან დადევით ახლა პოსტი დადევით უბრალო რაღაცა Facebook-ი, Instagram-ი რაღაცები გააკეთე მიმართვა, რომ რა არის ეს სახელმძღვანელოები. რა არის ესე იგი არავით არის ერთდღიანი ცოდნას აძლევს. მე ხო გითხარ, ნახე შეხედე 80% მოსწავლეებს ემზადება. და მაინც არაფერი არიციან, ხო ასე ზოგადად ვამბობ ახლა. როგორ არიციან, კაცო, წინვალე ბავშვებია და იდეალურ, მაგრამ ზოგად სურათს გეუბნებ. ვიტომ სკოლის სახელმძღვანელო არის სრული მანამდე ანგრას და მე მოყოლი მაქვს, მაგრამ ახლა რადგანაც ტელემაყურებელი არაა გამორიცხული. ბავშვი მე-7 კლასელი ბავშვი მეგობრის დადია და ხან ერთხელ ან ორჯერ კვირაში და ერთხელ მოვიდა. ხო ნათქვამი მაქვს, მოვიდა, ესე იგი სახი აქ გაყოფილი, რო იტყვენ ცოტა ემოციური ბავშვი იყო, ახლა მათემატიკაში ვეხმარებოდი და მეთქვი რა დაიმართკოთ. ფიზმატელი იყო სხვადასხვა. ხო და რა იყო შუა დაიმართა იგივე ფიზიკაში ამიხსნა რაღაცა და ვერ გავიგე. მეთქვი ახლა მე-7 კლასის ფიზიკა როგორ არ მახსოვს და მე-8 კლასის თქვა შეიძლება რაღაცა მექანიკა და იგენ რა არის ახლა იმნა ხო თქვა რაღაცა არ მახსოვდეს ზემოთ. ხო მოდი მე აგას მე აგიხსნით თქვა მე ვთხარ. ხო და ის რა ქვია გადაშალა წიგნი, გედეინძის წიგნი იყო ასე ავტორები, გადაშალა. ხო და წავიკითხე. თან რა ის ერთ-ერთი პოპულარული ძალიან კარგი საკითხი არქიმედეს ამონგდების ძალა. ვერ გავიგე კაცო, ისეთი შინაარსი აწერა, წინ გადავაგდე, კაც ჭკუაზე გადავი. ახლა ეს მე ნუ დამენდობით ფიზიკის მასწავლებლებს შეეკითხეთ. არიან კაცო ჩვენ ქალაქში ფიზიკის. მაგრამ თქვენ ხო ამბობთ, რომ ყველა მასწავლებლებს არ ხელეწიფება, რომ ამ წიგნებზე ისაუბრონ გულწრფელად, ხო? ბევრი შიშის ფაქტორია ალბათ. მე ახლა ფაქტის წინაშე რომ დადგებიან. დადგენ უკვე ფაქტის წინაშე. მე რო გამოვედი მეცნიერთა წინაშე, ხო იცით 2017-18 წლებში მე მეცნიერთა 40-45 მეცნიერი იყო. ავტორიას და მოხსენებით მე ჩემი მოხსენებას იყო მარტო ეს გამიკეთა ხვედრინა სარჯამ აი ეს გააკეთა მის ორგანიზება ესეთი ცნობილი მეცნიერია აკადემიკოსია და კიდევ ომარ ზაგნიძე რომელიც საკმაოდ ცნობილი მეცნიერია ახლა საქართველოში ასე 500 ხალხი მაშინ ყნა 90 წლის თითქმის ახლა გადაშორებული არიან და რო გამიკეთენ ეს იგი რო გამოვედი მე ეს დავხატე სურათი კაცო დავხატე და კიდევ დაგიხატავ თუ გინდა არც მოხდა დავხატე რომ ეს ესე ახლა წუწუნებენ ხო ესე იგი ეს და მე როგორც კი მე ჩემი ძველი წიგნი იქ დავამბავ ძველი წიგნი ბავშვმა სახე ეს მოხსეულობა გაუსწორდა და თქვა ვაიმეო ის რა ქვიაო რა კარგი არისო ისო გავიგეო მასწავლებელი აღარ მინდა მასწავლებელია წარმოგიდგენია ხო ხო დაუბრუნდეთ ახლა ისე საკითხს აი ჩვენს ხო და ახლა როა წუწუნდნენ ლექტორები და გვაერთებენო და რაღაცა და ამოიღან ხმა გაუქმებული არ არის სტუდენტი ზის მათემატიკურ იმაზე ზის რა ქვია იმაზე ფაკულტეტზე ზის სტუდენტი და ან იმაზე ფიზიკურზე და არიცის ელემენტარულიც კი არის. ანუ თქვენ პოზიტიურ წრეში განიხილავთ ამ შემთხვევაში ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური უნივერსიტეტის პოზიტიურ წრეში არის. გაუქმებულია წარმოიდგინე 80% სტუდენტისა თუ 60% და 40%-ისა ახლა გუშინ ნახე მანანა ნიკოლაიშვილი ეს ცნობილი ის არის პედაგოგიცა ჟურნალისტი და მე მიწერე ახლა იმას თუ ჯერ არ წოგითხარ მე ვუთხარი თქვენ არ ძახოდით რომ სტუდენტი ლექტორი გამოვარდა ფიზიკის ლექციიდან აკანკალებული რა ვასწავლო ამგეს ნიუტონის კანონი არიციან და რაღაცა ელემენტარული არიციან და ქიმიის ლექტორი რა გავასწავლო ამგეს ზოგ ჩაბარებულია ქიმია მაგალითად ბავშვს 60%-ზე ვიზო დაუქმებს რეალურ მოცემულობა და ყალბი ეროვნული გამოცდილება რომელიც არის სტრუქტურითაც ყალბი და სანდოობითაც ყალბი ამა გაუქმა ისე მაშ ეს გაერთიანება რას მოგვიტანთ თქვენ როგორ ფიქრობთ რას მოგვიტანთ და აღარა კაცო ფიზიკას ვსწავლობ და სკოლაში ფიზიკა არის სწავლება რეპეტიტორთან ფიზიკურ დაინტერესება ფიზიკა რო ესწავლა მოსწავლეს არ იყო დაინტერესებული იმიტომ რატო იცი ფიზიკას როგორც წეგან მოვყევი ბავშვის ელენე ქვია და იმას იმან რო გაუნადგურა ფსიქიკა შეძულდა საგანი. კაი ხვდებით ნანა როგორც კი სწავლობდა მე-7 კლასში მე ახლა რო არ ამეხსნა იგი უკვე დაჩოჩებული იყო უკვე აზროვნებით მაგრამ რო აუხსენი გაიგო მე კი არა უხსენი თვითონ წაიკითხა წიგნში ძველ წიგნში ეს პერიშკინი როდინას წიგნია და გავიგე მასა რო აქ როგორც წერი არ მინდა ახსნაო წარმოგიდგენია და იმ უბედური წიგნო შეხვდება თავი არ აქვს ბოლო არ აქვს
ქიმიას თავი არ აქვს, ბოლო მე ამას ახლა გაბედურად ვერ ვამბობ, მაგრამ ქიმიკოსებს შევეკითხე, კაცო, ვისაც შევეკითხე, იგივე თქვა და ბიოლოგებმაც იგივე მითხრენ და ერთი ისა მყავს, კაცო, დედა ყავს, ექიმი, ბებია, უბრალოდ. ხო და ნევროპათოლოგმა ვერ აუხსნა ნევრული სისტემა იმნაირად ეწერა და მე გადაადო ეს წიგნი და თავისი დაუხსნა, თავისი როგორც კონდა დახსავ. წარმოგიდგენი ექიმ აქალმა. ბატონო დიმიტრი, ანუ ძალიან დიდი საფუძველი ეს არის. ამას არავინ არ ახსენებს, რანა. არავინ პედაგოგები მოყავთ მაგალითად და ფიქრობ თუ არა რომ თქვენთან პირად საუბრებში ამბობენ იმის რომ არა, ბევრი ამბობს, მაგრამ ესე გაჩვენა რატო იცი სახელმწიფო მუთხრა სახელმწიფო ხო შეხედე სად ჩანს სახელმწიფოს ავანტურისტული იგი რა ის პედაგოგებზე ვსაუბრობთ გალბატონო ნანა განადგურებულია საზოგადოება დაჩმორებულია თქვენ იცით რომ მოხდა მკვლელობა მოკლენ ახალგაზრდა ნუ ექიმი თუ პედაგოგი ასე ვთქვათ ორივეში გაგონილ ხო გაქვთ ეს ამბავი ისა ავალიანი რომ პედაგოგი ახალ ხო და მე ორჯერ სამჯერ ახლა ვიღაცამ ვერ გამოაბაკუდი მართალია თუ ამბობ მე ფაქტს ვამბობ ფაქტი მოგდა ახლა ვიღაცამ თქვა რაღაცა მიუწერია მიგოგოზე პედოფილიზმია იგი და რაღაცა გავიგეთ მოდი არ ვიცი მაგ გამოძიების საქმეა ხო ფაქტი ხო მოხდა რომ მოკლენ მასწავლებელი დახვდნენ და დაარტყენ და მოკლენ ხო არ უნდა და მოკლა თუ ხო დაარტყენ ხვალზე ეს ახლა მეც იგიც მეწოდება ის ახალ იმიტომ წარმოგიდგენთ 16 წლის ბავშვი 20 წლის ჩასვლა ციხეში ამხელა ისა ტრავმას განიცდის ხო და ეს დაზარალებული მეწოდება მაგრამ ახლა წარმოგიდგენთ 3 წელი მიეცი ახლა იმგეს ხვალზე მე ამასწავლებს დახვდებიან ამ სკოლაში იმზე მე რაღაცა 3 წელიზე დაცვა გავლახავ ახლა ეს იტყვის ანუ რა გინდათ მაგრამ რა მინდა იცი მასწავლებელმა ხმა რამე იღენ კაცო დავდევი ორჯერ სამჯერ 500 600 მოწონება მithumetes 80,000 ისიანი Facebook გვერდია პედაგოგების და ესე იგი თანაგზნობა ხომ უნდა გამოხატო კი კაცო 200 300 არის მაგრამ ჩვენ 60,000 მასწავლებელი ხო და ჩირგვებში რო ხარ შემძვრალი გამოდი და დაწერე რაღაცა კაცო ხო დაწერე აი იმაზე ვერ იღებ ხმას რომ მე უბედური წიგნებია იმაზე ვერ იღებ ხმას არა მეიღებს უბედურ წიგნებზე დღეს რაც შეიძლება დაჭდეს ხმის ამოღება ბატონო დიმიტრი რა შეიძლება რამდენად ფასობს ხმის მე თუ იღებ ხმას რატო ვერ იღებ შენ ესე არა გაქვს რაღაცა ზურგი ხო არა გაქვს ზურგი რაღაცა მე ხო ვიღებ ხმას სახელიც მაქვს 50 წიგნის ავტორიც მაქვს და მთელი ამბავი ახლა რომ მუშაობდე რა შუაშია რომ მუშაობდე არ მინდა რა უნდა გავაკეთო რა უნდა გავაკეთო სკოლაში შესაძაც ელემენტარული პირობები არა რომ იმუშაო ხო ინტერესი არა რატომ საქართველოს კაც ჭირდებოდა სახელმძღვანელოები შეხედა ამათი აი ამ დაანებონე თავად დარეგულირდებოდა მე ერთ ისტორიულ ფაქტს ვიტყვი ნანა კიდე ახლა გვაქვს ალბათ 2 წუთი რომ იგივე სიტუაცია იყო აი ერთი საუკუნის წინ დაახლოებით ცოტა ნაკლები როგორც კი პირველი კაცის გასაგებია ხო ვინ ვიზულის ხო დააბრუნენ ძველი სახელმძღვანელო ისტორიულ ფაქტს გეუბნები კაცო 3 წელიწადში გეომეტრიის მოსწრება 1% და 80 გახდა კისელევსი რომ დააბრუნე მე გეუბნები 1928-29 წლის ამბებს ნა ერმა ისტორიულ ფაქტს გეუბნები კაცო მე გვეტყვი ჩემი ხელმძღვანელის გამოავლები ამოღებულია გაზეთიდან ხო ეგ ჩემი ხელმძღვანელი 90 რომელი სახელმძღვანელოები უნდა დაბრუნდეს დღეს ეს რიგში რომელი სახელმძღვანელო კი არა ან უნდა დავწეროთ ნორმალური სახელმძღვანელო იმ გედენიძეს ეხლა რო თქვი ფიზიკის ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელი იყო შენ ხარ გონია მასწავლებელი კომაროვში ასწავლდა იქ კომაროვის ავტორებია კიდო ქალბატონი ჯაფარიძის გუნდი და იგი წინვალე პედაგოგები არიან აგერ ვებხვაძეს არც არ ვახსენებ მე ახლა ნიჭერი კაცი არ ნიჭერი მითომ ეს მითომ ყოველთვის მესწრება გულზე ადამიანის ფსიქოლოგიით მოგცევა რასაც შეხვედრის დროს მაგან და გოგიშვილი აიკადრენ იქ და იქ წინვალე პედაგოგია კაცო ლამარაკუჩიშვილი წინვალე პედაგოგია მე გეუბნები წინვალე კარგი კი არა ახლა შეიძლება სასწაული მათემატიკა არ იცის მაგრამ გადმოცემის უნდა პედაგოგის უნდა რა არის მათემატიკის ცოდნა გარკვეულ დონემდე და მისი გადმოცემის უნარი და მისი სტრატეგია და მთელი ამბები. ხო ფსიქოლოგიური მომენტები ხო მაგია და ხო და წარმოიდგინე ესენი ამ ისიშვილებს გარდა კომაროვის მასწავლებლობა სამივე ერთმანეთზე სამივე ნიჭიერი და უბრალოდ კრიტერიუმები დაუდგეს. ამ ვინ დაუდო? ამიტომ პირველი გამოსწორება საიდან უნდა დაიწყოს. თუ ჩვენ არ გამოვიძიეთ ვინ შემოგტენა მე დაჭერას გეუთხო ვინ შემოგტენეს ეს ყალბი
ერთი კაცი 100 მასწავლებელი მოიყვანა, კაც რომ თქვა მათემატიკის წიგნი ვარგა, ფიზიკის წიგნი ვარგა, იმან გაუტეხა დაანებებია ფიზიკის სწავლა, დაანებებია ქიმიის სწავლა, ხო გახსოვს რო იტყვის ზოგიერთი მოზრდილი რომ მასწავლებელი ცუდი შემთხვევა დაანებებს სწავლაო. ან წიგნზე მიზესაც ვეძებთ ხოლმე. ხო, კი, მაგრამ გასაგებია ნანა, მომისმინე აგერ ხო ბავშვის ამბავს ხო, იმან ვერ ფიზიკით ჩააბარა იმ ბავშვმა, კაცო. ახლა შეხედე რა ხდება? შეხედე ჩემ მეგობართან იმზადებოდა კაცო სოლომონ გასავას და ესე იგი რა ხდება, იცი? მერე. ხო და ესე იგი ეს უნდა ესე იგი რა არის? რა ის რეფორმას იწყება? სახელმწიფოს ვეუბნებ. რა ის რეფორმა ჯერ შენ 14 წელიწადია ვერ გაიგე? ახლა მიხვდა სახელმწიფო ამბობს 17 წელიწადია მე ვიძახი. რომ სახელმწიფო დაღუპავს 8-9 წლის წინ 17 წელს მეცნიერებთან წინაშე მოხსენება, ერთი მოხსენება იყო და კამათი იყო საათნახევრიან ჩემი მოხსენება იყო და კამათი იყო მე 2 საათნახევარი 4 საათი გაგრძელდა ეს. ხო და ესე იგი რა ის იმაზე თუ უნდა გამოვიკვლიო ვინ შემოგტენა ეს უბედური პროგრამები სახელმძღვანელობის და თავის ესე იგი ეს კრიტერიუმები ისეთი იყო რომ ხო გითხარ ახლა ნიჭიერი ხალხი ესენი მაგრამ წიგნი ამნაირი გამოვიდა მე ეს ნაბიჯი არ გადავდგი მეც კი ვიყავ გრიფერებას ვისაც ახლა მიმართავ ახლა ზოგიერთ ვისაც მე რო ხმას ვიღებ ეს დაყავს რომ მე ჩემი წიგნის რაღაცაზე ის არის გარეწარის საქონელი მე ჩემ წიგნზე არ ვსაუბრობ კაცო მე არ ჩემ წიგნზე კი არა საუბარი მაგას შეაფასებს ვიღაცა ან არ შეაფასებს იღუპება სისტემა თლიანად იღუპება ხო დადგენ ფაქტის წინაშე წამოდი ახლა შევიდეთ აგერ ჩემი მანქანით ვარ მე მოსული გავიდეთ ეგერ ტექნიკურ უნივერსიტეტში იმაში რა მდგომარეობა ინფრასტრუქტურას არ აქვს საუბარი ახლა ნელა შეიძლება ხო როგორი თვითონ ლექტორი გეტყვის რომ ეს ვერ ვასწავლით თვითონ ეს საფუძველი საერთოდ არ აქვს ქიმია რო ვასწავლო საერთოდ არ აქვს ფიზიკა საერთოდ არ აქვს ის რა ქვია ხან ხო ესე რა კაროჩე რა ბადანატიმი 21 საუკუნის საქართველოში რამდენად დიდი გამოწვევა ეგრეთ წოდებული დიპლომი და ხარ როგორ დიპლომი ახლა დიპლომი ეს ავადმყოფობაა რა ქართველი კაცის ხო ანუ შეკითხვა მინდა დავსვა სწორად აი როგორც ვფიქრობ გადმოვცე იმგვარად რომ ანუ თქვენ თუ ამბობთ რომ სკოლაში ყველაფერი ჩამოშლილია უნივერსიტეტში ამ საბაზისო ცოდნით ბავშვ ვეკითხე მე-11 კლასელ ბავშვ აბიტურიენტი ქვია რომელიც ჩემთან დადი რა გყავს ფიზიკაში არ არის ცუდი გოგო, მაგრამ არც სასწაულია, ხო, რა 10-იანი, ქიმიაში 10-იანი, ჰაშქლორი, H2SO4, თქვა ტუტე, რაღაცა ხო ვალენტო აზე არა, ხო რაც ახლა ელემენტარ რაღაცა მე მახსოვს, ხო? და მე ვეკითხები იმაში ფიზიკაში, არაფერი არ იცის. ჩამოშლილი აბა რა არის? და რა მინდა გითხრათ დღეს რა ძალა აქვს დიპლომს ხო ჩვენს ირგვლივაც ბევრი ადამიანი ავადმყოფობაა მე ახლა ნანა რა არის მე თუ მკითხავ ახლა მე ვერ გავიგე რა შემცირდება უნდა იყოს ერთი კიოსკს რო უძახიან შეიტან უნდა ჩვენ უნდა ვიზრუნოთ წარმოგიდგენ ხუჩაკვარაცხელიებს ასე რომ ვთქვათ უხეშად და რაღაცა თუ ჩვენ ამ ნიჭიერ ხალხზე ვიზრუნებთ ჩვენ გვექნება დიდი შედეგი როგორც სპორტში წარმოიდგინე ნანა ახლა შეხედე ერთ რამეს გეტყვით მე მგონი სპორტი მეტნაკლებად როგორც კი ამ შესანიშნავ ადამიანმა იმან რა ქვია ყინულის ფედერაციის პრეზიდენტმა გვარი გადამავიწყდა გიორგობიანმა ახლა სახელი გადამოწყდა მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს როგორც კი ესე იგი მოკიდა შეგნებით ორი ყინულის მოედანია ერთი ბათუმში ნორმალური და ახლა თბილისშიდაცა მაგრამ ბათუმში იყო ახლა ქუთაისში ყინულის მოედანია აი პრეზიდენტი ეს ზომა არა კარაფელი არა ხო ევროპის ჩემპიონატზე პირველ ადგილზე გავიდა 4-2 ავიღეთ ხო როგორც კი დაუკავშირდა იმას დედასაგინე მე კიდევ საწოდავს ის სომეხი ნახევრად სომეხი და ნახევრად ქართველი ვარ აშუაშია ის თუთვერიძეს ხო შედეგია ჩვენა ხო აი ესე როგორც კი ამას მიხედა მაგრამ სხვას კი არ უშლის ხელს კაც როგორც კი წამოა ტალანტ ამიტომ ჩვენ რომ უნდა მივხედოთ ძლიერ ბავშვებს ხო რომ ამგენმა შედეგი მოიტანოს, სახელი მოიტანო. ახლა ხუჩაკვარაცხელი აქ გამოდგებოდა საქართველოს ჩემპიონატში, გაიტანდა 5-5 ბურთს, მაგრამ არაფერი არ იქნებოდა, ხო? სიტყვაზე გაუნები. და აი ასე ეგიც. ჩვენ და ამიტომ ამისთვის კაცო შენ ორი რაღაცა კიდევ ერთხელ გეუბნები. პირველად უნდა მოხდეს გამოკვლევა, ვინ შემოგტენა ეს პროგრამები. რომ ბოლოს და ბოლოს უთხრა შენ ხარ უსინდისო. ან ამხილო. მე კი ვიცი ახლა საიცავა ეს მისამართი. მე წინა მაგი მე რეგეთყვი ცალკე ხო საიცავა და NGO-შნიკებისკენ წავა ეს არის NGO-ს სექტორი რომელიც მართავდა განათლების სამინისტროს და მიტუა რო ეწვით ახლა რა ერთი ადგილი ხო ესეთი ემას გეუნებ მთელი პასუხები
მეორე ეროვნული გამოცდების ესე იგი სტრუქტურა უნდა მოხდეს შესწავლა ეროვნული გამოცდების თუ თელ სისტემაში სადაც პრემიერ-მინისტრი დაჭერილია, ერთი მინისტრი დაჭერილია, მეორე დაჭერილია, მოადგილე სამართლია, კიდევ ვიღაცაზე ამხელა შიშკაზე და ზოგიერთი მერის წინ თუ რა ვიცი რა ვინც არის და ესენი პატიოსნად მუშაობდნენ. ამათ ეკუთვნით რა ქვია ღირსების ორდენი ცოტა რაღაცა იმის წყინვალების ორდენი რო არის პირველ ხარისხი გორგასლის და იმის თუ რა ვიცი მაგდენში ვეღარ ვერკვევი რა შეეძლება მაგრამ გმიროსადება ეკუთვნით თუ გინდა საქართველოს და თუ არა და გამოძიებული ხონდა იყოს იმიტომ ეს ორი ამორმა დაშალა სისტემა ამორმა დაშალა ინსტიტუტი ამორმა სახელმძღვანელოს იმას და მშობელმა იმას აღარ აწყობს ის ყალბით ეგ გაძრა მაგრამ ესეც შეფუთულად ხდებოდა კაცო ახლა იმას კი არა მშობელი კი არ აძლევს იქ ფულს ეს არის რაღაცა ეს ილაპარაკა იმან სხვა შევ მანანა ნიკოლაიშვილმა კრუპნი მოსამზადებელი ცენტრები როა კრუპნი რეპეტიტორები ეგრე გავსულ არ გააგებიებს იგა მიტომ კიდევ ერთხელ გომნები გპ-ში მოსახლე პედაგოგი იგენ მიყავს კაცო არაერთი ლექტორი პროფესორები და იგენ მე თვითონ ასპირანტურას ვსწავლობდი თავის დროს თბილისის სახელმწიფო იმაში მათემატიკის ინსტიტუტი იყო რაზმაც იქ ხო და ვიცი ახლა იმ დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლების განხრით და იქ ვიცი ახლა ვიცნობ მეგობრებს ჯო სტუდენტია ბიჭო 35 ქულა რო აქო და კვადრატული განტოლების 32 ქულა რო აქო კვადრატული განტოლების ამოხსნა რა არის ის იქ ახლა იოლად როა გამძვალად უნდა ბატონო დიმიტრი დაუბრუნდეთ ახლა რეფორმა ეს ორი უნდა გამოიკვლიონ და მე დაიწყონ რეფორმა თუ ეს თუ არ გამოჩნდა რა ის იმას ახლა რეპეტიტორი ხო აი შევეხოთ მოდი ამ თემას და გადავიდეთ შემდეგ რეფორმაზე გუშინ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსეს სადაც ბიწონებო ხო აი ამ რეფორმას ესე დაწერეთ და განაცხადეთ მოდი დავიწყოთ თუმცა ბრძანეთ ხო რეფორმა ახლა ამბობთ რომ უაზროა იქამდე თუ არ გამოსწორდება რა დავიწონე ბიჭი აბა თუ მეტი რაღა უნდა დაემართოს სისტემას მეტია ამაზე უარესი აღარ დაემართება ნანა მითომ ესე შენ რა გინდა ესე იგი კიდო გამოდიხარ ოპოზიციონერი და ესე იგი გაუკმებულია შედი კაცო შედი ვინა უკმებს ჯერ 11-ით ანგარიშობ ნანა 1100 კაციც 1024 1025 კაცი ღებულობდა 1100 გრუბად ესე დამგვალებულად 100%-იან გრანტს 1470%-იან გრანტს 5000 სახელმწიფო ამ ფაკულტეტს თქვა ფილოლოგი მემაჩინა რომ დავაფინანსო ღებულობდა ესე რაკულას მიიღებდა აღარ ქონდა გრანტი სხვა არის მაღალი ქულებიდან გამოდის და რაღაცა ლიმიტებია თითოეულ სპეციალობაზე თქვა დაწყებითებზე ახლა იმ 5000-დან აი თქვენთან რომ მოდიოდი სახლიდან გამოდიოდი თქვენი ახლა მე ისე ახლოს ცხოვრობ ხახანაშვილის ქუჩაზე გამოდიოდი უნივერსიტეტთან უბრალოდ გამოდიოდი და შემდგა ერთ-ერთი ლექტორი დაწყებითებისთან აქ შეხება დიდო 200 კაც ხოვებლოთ მაგრამ არსა ფულს არ იხდია შა ესე იგი 150-მა ალბათ თავისი გვარი რო დაწევს იგი უჭირთო იმ 0-ის 3 ნიშნა 4 ნიშნარი ვერ კითხულობს არაერთი და ამაში ყრის სახელმწიფო ფული ამის იმას ამის გადაყრას კაცო სპორტული დარბაზი აშენები 1.0 მოედანი საკანდელძა ქორქია მაშინ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი თბილისში ვერ გადავიდა როდესაც დარბაზი არ იყო ნორმალური და ამაი ნიჭიერი ხალხია ქართველები. ხო, მაგრამ ეგ ხო ჩვენ გვაზარმაცებს ახლა ხშირ შემთხვევაში როცა მამობ გვაზარმაცებს, თუმცა მე არ ქონდა ჩემპიონები ვიყავით, მოედანი არ ბიჭო უნდა გაკეთდეს მე. ეგ ხო არ ნიშნავს რომ არ უნდა გაკეთდეს. უნდა გაკეთდეს მე სატყრი ამას ქიმია და ბიოლოგია და 4-ისაგან რო დაამატე ფიზიკა, ბიჭო მე ამას მიესალმები, მაგრამ ეს ხო ტუფტა იყო. ხო იცოდი რომ 12 კლასში არ პატარდებოდა იგენი დაამატენ ტყუილა ჩათვალე ახლა 2000 სკოლაში რომ იმდენი დაემატა რამდენი ფული გაიცემოდა ტყუილა ხო ერთი დარბაზი გაკეთდებოდა 2 წლის განმავლობაში ერთი თანამედროვე სპორტის სასახლე ყინულში ბატონო დიმიტრი ყინულის სასახლესაც პატივისცემ ახლა მაგრამ ცოტა როგორი განცდის მომგვრელია ის მოცემულობა რომ ჩემპიონი გუნდი რომელმაც მეორე დიზაინმა ჩემპიონობა კალათბურთზე მოგზაურობდა ვიცი საშინაო მატჩებს ატარებს ზესტაფონი ხო მაგის თქვა მინდოდა ზესტაფონელ მოქალაქეებს რომ მივიძნო და მხარი დაუჭირო მაგის თქვა მინდოდა ეს ხო რაღაცნაირად უხერხულია სასაცილოა და მხოლოდ სადღეგრძელოა სასაცილოა ჯერ ქუთაის საკანდელიძის და ქორქი ჯერ დავიწყოთ ძველს როდესაც საბჭოთა კავშირი იყო იმ დროს ქორქიას იგი ბიძა იყო კაპიტანი
ქორქიას რა მე ეს ოჯახი კარგად ვიცი, იმიტომ მე ქორქიას, მიშას და თამარი იყო ჩემი კლასელი. მესამე სკოლაში მე გადავიდა მაგენ იმაში, თბილისში. ხო და ეს კარგად ვიცი, ჩემო კარგო ეს ყველაფერი. ხო და მისი ბიძა ოთარ ქორქია ძეგლიცა ახლა ის თუ უყურებ კოტონის სადაც კინოთეატრი იყო. ხო და წყინვალი ადამიანი. ხო და ესე იგი ძეგლიცა მისი, ხო და ის რა ქვია, ეს საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი იყო, ევროპის ჩემპიონი რამოდენიმე გზით და ასე შემდეგ და მთელი ამბავი და ესე იგი წარმოიდგინე. და ამას უნდა კონდეს იმაზე, მაგენ მეზობლები იყვნენ. ერთი უნდა იყოს სამშობლოს ადგილას, სადაიბადა და გაიზარდა ზურაბსაგანძეზე და ერთი სალაპარაკო სადგური იყო შესახოვი, იქ უნდა იყოს მეორე დარბაზი, კაცო. წარმოგიდგენია? ორ მსახურებს. 7 ოლიმპიური ჩემპიონი გახდა იმ წელიწადს, საბჭოებში 11 იყო გუნდში. და 3-4 ხანდიღან თამაშობდა. და მაღალი წოდებაც აღმიცენ ეს ეგრეთ წოდებული დამსახურებული ოსტატი წოდება. და 7-დან 2 ქართველი იყო, 2 ქუთაისი და 2 მეზობელი. მეტი რა გინდა? ყველაფერია ნათქვამი. ყველაფერია ნათქვამი. დაუბრუნდეთ ახლა რეფორმას და თქვით რომ ამაზე უარესი ძალიანაც რომ მოხდა არაფერი არ. ამიტომ როგორ უნდა დაუჭირო მხარი? მე პუნქტი. კი ბატონო. რასაც გამოვარჩევთ ახლა, რაც გაჟღერებული ან რეფორმის ფარგლებში. რეპეტიტორიუმიო რაღაც. როგორ გესმით ეს სკოლებში? ეს სისულელია, თავიდან ბოლომდე. ნანა შენ ვერ წარმოიდგენ, ნანა, ჯერ ერთი რეპეტიტორიუმი, სხვა სტრუქტურა ჯერ არ ვიცი რა იქნება. თუ რეპეტიტორიუმია და 2 საგანზე დაგტავს, თუ 3 საგანზე, ეს სისულელია, ისაც სისულელია. ატესტატ რის საფუძველზე წევ, ესე ყალბად უწერ, შენ სხვა ნიშნ თქვა დავარჩიე, მათემატიკა ვარჩიე, ქართული და პირობითობა უცხოენა, ეს ორი სავალდებულა ხო მათემატიკა. და ესე ქიმიაში ყალბ ნიშანს მიწერ, ფიზიკაში, მაშინ ნუშა მიწერ, 3 საგანი მომეცი. ხო, თქვა ბიოლოგიაში და ასე შემდეგ, ისტორიაში ხარ. სისულელია. მეორე, როგორ იმუშავებს რეპეტიტორი, ნანა, მე ჩემ იმასაც გეტყვით, დაინტერესებს, გეტყვით, როგორ იმუშავებს, ოდესაც აი ავარჩიეთ მე და შენ მათემატიკა. კი ბატონო. თქვენ ხართ ფუნქციის დონეზე იცი, ხარის გარდაქმნა იცი ფუნქციის გრაფიკაზე და მე წილადების და ცოტა მეტი ვიცი. არ იმუშავებს. ჩვენ ერთი მასში ვერ მოთავსებთ. ანუ ინდივიდუალურად დაგჭირდება. ხო და მეორე უბედურობა ის ხო იგი მე და შენ მივიდა ახლა აი ქალბატონო ნანა თოშკვა თქვა მათემატიკოსია იცი თქვენ. ხო თოშკვა მათემატიკოს მასწავლებელი ჩვენ. მათემატიკის უნდა დაიწყოს იმან შენ რო არ გაიქცე ლოგარითმზე საუბარი და ლოგარითმზე თუ დაიწყო მე გავიქცევი და ჭილაძე თუ დაიწყო შენ გაიქცევ ხო? ანუ ცოდნის დონე სკოლაში იმდენად განსხვავებულია. ბიჭო არ იმუშავებს ნანა მაგი. არ იმუშავებს. გამორიცხულია ეს მე ვამბობ ამ საგანში პროფილურ საგანში. ეს ერთი. მეორე საგანში ყველგან ერთი და იგივე მასწავლებელი არ არის რომ მოერგო მას მასწავლებელს. ვერ მოერგები ნანა. ამ მოცემულობით. აბა ადრე როგორ იყო? მეტნაკლებად ხო ერგებოდნენ. თუმცა ადრეც ემზადებოდნენ, ახლა მე არ ვემზადებოდი ფიზმაჯს ვსწავლობდი, არ ჩემს ძმას ემზადებოდა, მესამე სკოლა დაამთავრა, კაცო. და ჩვეულებრივ 3 ფრიადი მიიღო და 1 სამიანი ქართულ წერაში. ხო აი ეს ჩააბარა გეგეში. ჩემი და 2-4 მიიღო, 2-5 მიიღო თავის დროზე. არც იგი არ ემზადებოდა ბრწყინვალე პედაგოგია სწავლიდა ნათელარ სარალიძე, ღერთვაცხოლოს და მესამე სკოლაში სწავლიდა ჩემი დაც და ისტორია ვარიკა ჩიკობა აცხან აღმართო და ასე შემდეგ. ხო უცხოენა გეორგობიან მან ახლაც მახსოვს ის ხალხი. არავით არის ერთი თეთრი არ გადაუხდია არც ჩემს არაბებს სკოლის წოდნი ჩააბარა კაცო. ჩემი დაამთავრა 73 წელს სკოლა. 75 შემაძმა. აბსოლუტურად 1 საათი არ მომზადებული. ის ამხარი, მაგრამ მაგაზე არა საუბარი. მასწავლებელს ჯარმინე მასწავლებელი და ვერ მოგუები ამას. აი მე სხვები მოყავთ რეპეტიტორები. კი, მაგრამ მოიყვან ახლა თოშხუა. ესე იგი აი თქვენი ეს გოგონა რო არის ჩოგოვაძე თქვა ლიკა ჩოგოვაძე თქვა მათემატიკის მასწავლებელია ნუ ახლა გავაქციეთ ნუ ვერ შევეგუებით მოიყვანა ახლა მე შევეგუე ამ თოშხუას ის ეხსნის და შევერ შევეგუე გამოვა არ გამოვა გაიქცევი შენ ხო გაიქცევი არ გამოვა რანა ის სადაც ამის პირობა იქნება არჩევანი უნდა იყოს ხო გითხარ მე შენ ხო გითხარ ის უნდა იყოს არჩევანი მაგრამ არჩევანი რო არის და კერძო სკოლას მეაკითხა თუ რაღაცა თუ კერძო სკოლამ ჩალიჩი დაიწყო ცენტრთან როგორც ახლა ეჭვები დადის ხო მე ხუქთა ისე კი არ ვამბობ ზოგადად ვამბობ ხო არ გამოა იმ შედეგს მივიღებთ რა შედეგიც აქვს აქ ორი რაღაცა უნდა იყოს უძლიერესი სახელმძღვანელოები ძლიერი და რას განაპირობებს სახელმძღვანელო გეტყვი და ეროვნული გამოცდების რომელიც უნდა შეიცვალოს ატესტატ გამოცდებით იმიტომ არ შეიძლება 3 გამოცდით მიიღო მე ხო ვიყავი თქვენთან უნდა იყოს
სკოლა უნდა იყოს 12 წლიანი, ამას ვამბობ მე პირდაპირ ახლაც ვაფიქსირებ 12 წლიანი უნდა იყოს სკოლა, თუმცა 12 წლიანი ახლა იმისთვის დააბრუნენ, რომ ვისაც უნდა უცხოეთში დაზარალდეს. კარგი ეგეც, მიოსალმები. მაგრამ მაგი ჩემს საქმეს არ აკეთებს, მე როგორ ვფიქრობ 12 წლიანი როგორ წარმომიდგენია. მე 12 წლიანი როგორ წარმომიდგენია, იცი? როგორ და 9 კლასს ხო დაამთავრებდა ადამიანი, ხო გადავიდა მე-10 კლასში. მე-10 კლასში გადასული ბავშვი 8 საგანი უნდა ჩააბაროს ატესტატი, ხო? ხო, თელი, მაგრამ შეუძლიას გაანაწილოს მე-10-ში ჩააბაროს, თქვათ, ქართული, უცხოენა, ისტორია და თქვათ რაღაც კიდევ თუ ინა სამოქალაქო, თუ ინა გეოგრაფია, რაღაც არ ვიცი ახლა ესეთი, ხო, 4. შემდეგ კიდევ 4 პროფილური, თქვათ მათემატიკურზე, მათემატიკა, ფიზიკა, იმის საფუძვლები, ინფორმატიკის, ანუ პროგრამირების საფუძველი და კიდევ ისა ფიზიკა და მათემატიკა მეორე. მათემატიკა მეორე უნდა ჩააბაროს, რა თქმა უნდა, მათემატიკურ ზომა. მეორე შეპირილი რაღაცები, ხო, თეორიული. ხო, აი ესეთ. არა, ამით ხო ამის გარდა შეუძლია კიდევ რაიმე საგანი ერჩიოს, თქვა მაგაზი ვინა. ახლა თქვა ახლა მე როგორ გავაკეთებ, ახლა ელემენტარულად ახლა ჩემ ლოგიკას დამორჩილებული. მე-10-ში მოვილევ ამ საგნებს. ახლა შე როგორი მეტყვი როგორ მოილევ. როგორ და 5 საათს კი არ ევირჩევ, 10-ზე ევირჩევ ქართულს. ხო, ისტორია 2 საათს კი არ ევირჩევ, სავალდებულო სამყარო 4-ზე ევირჩევ. უცხოენა 2 რო არის, 4-ზე ევირჩევ. ესეც მომზადება ერთგვარი. ხო, არა, ამ ერთ წელიწადში და ჩავაბარებ 4 საათესტატო გამოცდას მე-10 კლასში. გაიგე? ხო, და კიდევ მათემატიკა მექნება იქ შეგრიბოს და 15 საათში იძდება ეს ყველაფერი. მათემატიკა მექნება ახლა საშუალოდ როგორც დამჭა 2 წელი. ან შეიძლება 2 ჩავაბარო, 2 კიდევ გადმოვიტანო, 2 ჩავაბარო. მე რა ხდება ახლა? ამ 4 გამოცდის იმაზე ამ 4 გამოცდა ხო არის? შეიძლება 2-2-ად გავანაწილო, შეიძლება 4-ე მოამზადო მე მე-10-ში, მე-11-ში და ჩავაბარო. ხო მე 12 წლიანი სკოლა დამემთავრე. ნუ ექსტერნად დავამთავრე. ამნაირ ექსტერნად. ის კი არა ყალთაბანდური ექსტერნი, როაფერის არ აკეთებენ. ესა იდეალური ვარიანტი. რომ ბავშვი შევა უკვე რო შედიხარ, უკვე კრუგაზე ხო იცი, ესე ხედვა გაქვს უკვე. ის კი არა გაქვს ფორმულები რო იცი, a კვადრატ მინუს ის რა გჭირდება ის კვადრატი კონტროლი მის ხედვა გაქვს. რომ თუმე მოძრაობის რაღაცას სწავლობს იგი იმის ხედვა გაქვს ვარდნას დროს ახდება და ასე შემდეგ და შედიხარ გაწაფული რაღაცა მათემატიკით არ გამოასე სპეციალისტი. კარგი, სახელმწიფოების გადახედვა მცირედით კი შეეხეთ ამ საკითხს, მაგრამ რეფორმით არის გათვალისწინებული. სახელმწიფოებს წერს განათლების სამინისტრო, ასე განაცხადა. ვინ წერს კაცმა არ იცით. შეიძლება ვებხვაძე წერს ისწავლე და შეიძლება ის იგივე ხალხი წერს, რომლებმაც ასე დაამახინჯენ თაობებ, ხო? თავიანთ სახელმწიფოებს, თუმცა მათზე იყო დამოკიდებული, სხვაზე იყო დამოკიდებული, არ ვამბობ. ახლა მანდა არის ერთი საკითხი. კარგი ამას თუ თბილისიც ნახავს და მონიშნე განათლების სამინისტრო შენ იმას რო დადებ ამას. მონიშნე ჩვეულებს, საბადეს ის ზაღლუკა და ასე ხო ხდები. ახლა რა ხდება იცი რანა? მე ვნიშნავ, მაგრამ შენ ახლა უფრო დაგიჯერებ. ახლა რა ხდება იცი მაგ საქმეში უნდა დაიძახებია სპეციალისტებისთვის. ახლა ვიღაცა შეიძლება დაუძახა კონკრეტულად დიმიტრი გოშხეთელიანისთვის. ამას მე თელ გასულებით გეუბნები. მიტომ თუ ვინმე რაღაცა გააკეთა ამ მიმართულებით ჩვენ მუძლიერესი პედაგოგებიც აქვს კაცო მართლა ისე კი არა ჩვენი საქმე რომ დაიბნეს წიგნის გარეშე მე წიგნს რატო ვამბობ წეგან ძალიან ძლიერი უნდა იყოს თქვა და მითო გამოდიოდა კარგი გაკვეთილი მითო მე მასწავლებელი ემზადებოდა წიგნისთვის წიგნიდან ემზადებოდა მეთოდურად და გაკვეთის ატარებ თორა მასწავლებელს რომ მოთხოვ შენ თელი მასალა იცოდეს რასაც ასწავლებს ვერ გაკაჩავს მისი როგორც კომპიუტერში ახლა თქვა 500 გიგაბაიტიანი 1 ტერაბაიტს დაიტევს ხო დაიტევს მე ხსე ისია მასწავლებელი ძირთად დამიჯერდა და ეს არ უნდა მოვიდეს მასწავლებლებს გული მასწავლებლებს უნდა და ეს რომელიც იმას მოამზადებდა და მეორე დღეს მიიტანდა შესანიშნავ გაკვეთილს ჩაგიტარებდა და გააფორმა თორა როგორც კი მოთხოვე ერთიანი იგი ხო ხედა ვერაბარებს გამოც ასაკი თავისაშობა კაცო მე რაც მათემატიკა ვიცოდი იგი ახლა ვიცი რა დონეზე ვიყავი იმის ფრედჰოლმის თეორემებს და ინგლისური ვიცოდი და სინგულარული განტოლებები და ასე არ არის კაცო იმას რომ მოშორდები ვერ მაგრამ ეს ძლიერი რო იყო კარგი გაკვეთილი ჩამოდინო ახლა ავანტურისტული გაკვეთილი ბავშვებო ხვალ წესი თუ არ მომიყევით იცოდეთ არ წესი და იზეპირეო ხო გაიგე ხო დაზეპირებას რა შედეგებამდე რა შედეგები მიყვავთ რაღაცა 3 ახლა მე მინდა იცოდეს მე ხარ კაცო მე ამას გულის ტკივილზე დაცინვით კი არ ვამბობ დაცინვით როგორ ვიტყვი როდესაც 46 სრული კურსი რაც ჭირდება პირველ მეოთხეს თავისი სავარჯიშოებით YouTube-ზე დებს უფასოდ
და ამ გაკვეთი ამითი არაერთი მასწავლებელი მოემზადა ისე მარტივად ახსენილიო გაიგე ხო და მე ამას დაცემდა 3 თქვენ მათემატიკიდან შევსახართ ხო შედარით ხო კაი რო იყოს აღარ ესე რაღაცა უთხარი შერეული წილადი ქვია მას შერეული რიცხვსაც უწოდებენ შერეული წილად 3.1 რამდენია 10.13-იო მასწავლებელი მეუბნება რომელიც დამთავრებულია 5 წლის წინ რატო თქვა 3-ს გავამრებ 3-ზე დაუმატებენ რატომ არ შინავსი არის რა უნდა ელაპარაკო ყველა კი არ მეუბნება კაცო ეს არის ფაქტი ხო და ამას გადმოდიან მასწავლებლები ურაზე მწყევლიან მე ახლა ვერ მოვასწარ თორე აი დღეს ერთი ძველი რაებს ლანძღავენ მაგის წიგნი არ დევინახო იმას რა რა არის ბატონო დიმიტრი ბიჭო სიმართლე მიზეზი რა არის ცი არიან წყნარად არაერთი ყველა კი არ ლანძღავს კაცო ვინაიდან ჯეგლს დილასო დგებიო შეზევილოცებიო არაერთი მწერს ხალხო მეუღლე დამიეჭვიანი ასე კი არა კაცო ჩემი საქმე მაგრამ ძლიერი ხო და მიყვარხარო და გიჟდები შენზე კაი გაგებთან გოს ის კალბატონი კაცო მაგრამ მაგაზე კი არ გეუბნებ მაგრამ ალბათ მოусმენ სამასად და დამედახმებ 1 და 2 არ არის ასე მაგრამ ამაზე კი არა მაგრამ რატო იცი წამოჯდა სკოლაში არაერთზე ვამბობ ზოგიერთზე ვამბობ ხო არაფერს არ აკეთებს სახში ამზადებს ის თავისი ლუკმაპური გაიხაროს არა დაუწერა დავალება და всё დამთავრდა და რა თქმა უნდა იგი როდესაც ამ სიმყუდროებს ამ მიძინებას ამას როგორ ენჯეოშნიკი ახლა მიძინებულ რაღაცას აყვირდა რა აყვირებს ახლა შეხედე ლოგიკასა და ნანა ლათო შეკრივო მაგენის ენჯეოშნიკობა და მაგენის სამინისტრო კიდო თუ გინდა ჩვენი და დამიჯდნენ ლოგიკაში და აგერ ხალხმა უყუროს რომელი რა არის აგერა ან იქ რო ყვირიან ახლა რო არის განათლებაზე ყვირის არ მინდა იმ ქალს მეტნაკლებად პატივსემ არის ერთ-ერთი აი თოხვაძე არის რომელიც არის პატივსემ იმ ადამიანს ოპოზიციონერია თუ რაც არის არა აქვს ჩემთვის იმიტომ მე შორსავარ მასეთი მიდან ხო და არ მინდა თორე დამიჯე ბიჭო რა შედი ესე იგი აკრიტიკებ არ გამოსულა სახელმძღვანელო და უკვე არ გამოსულ სახელმძღვანელო სიძახი ერთ სახელმძღვანელო დაღუპავს მასწავლებლებს და რომელიც 3 თქვენ ალბათ არიცით თითოეულ კლასში თითოეულ საგანში არის 3 ან 2 გამარჯვებული სახელმძღვანელო აი მათემატიკაში და მათემატიკაში არის 3 ამას არ აკრიტიკებ რომელიც არც ერთი არ ვარ და ამას აკრიტიკებ რომელიც არ გამოსულა ჯერ მაგრამ თუ თქვენ გაინტერესებთ რა არის მოსალოდნელი ხო ეს ახლა აი ეს არის აბსურდი ეს ლოგიკაც არა ახლა ამ შემთხვევაში ადამიანს გეკუთვნის წადი მოშოდი აქედან დებილი ხარ თქვენ ეს უნდა უთხრა იმიტომ არ გამოსულ სახელმძღვანელოს აკრიტიკებ შეშოველი დაღლაობის კერპილი ბატონო დიმიტრი მოდი შევეხოთ იმ საკითხსაც სკოლებში სასკოლო ფორმის დაბრუნება ისევ რა შედეგი სასკოლო ფორმა ნახლა მომიშე მე სასკოლო ფორმის დაბრუნების რა იმითინა ვარ დავწერე მაგიტო ზოგმა გეიგო ახლა ვითომ შავი ფეხსაცმელომაცია მე და თქვენ ღიაფერის ხო ორივე შავი უნდა გეცეს და მე ასე არ გამიგი ახლა იაპონია რა ვარ თუ ზუსტად მე გავიგე რომ აი თქვენო ისა ამ ქალბატონი და ოჯახი და მეუღლე ბრძანდები და ასე რომ საყურეები და ეგენ აი რაღაც ახლა საყურეები ამ კუთხით ახლა ჭხილები რო ასე გაქვს რაღაცა შენ კაცო შენზე კი არ მომბობ მე 5-ე მე 6-ე მე 7 კლასეს რაღაც ასეთი აი ესეთი უნდა რეგულაცია იმიტომ მე რო გავიარე ვიცი და ახლა რომელ სკოლასთან გავივლით სადაც ცხოვრობ ხო გავიარეთ ან 3 უდიდესი სკოლა ქუთაისში 3 უდიდესი სკოლა ჩემს ირგვლივ ხო 50-100 მეტროში რა თითოეულ ხო ესე იგი სხვაზე მეგონა თავი მაისს რო გევიხართ ასე წამოხტილი ასეთი რაღაცა რეგულაცია უნდა იყოს კაცო ამის რეგულაცია უნდა იყოს და ახლა შენ გინდა თუ არა შარვალი შეიცვი და ის მაგი არ ხო რომ თქვა ჭხილებზე იყოს რეგულაციებზე რაღაცა ასე წამწამები რო აქვს რაღაცა უნდა იყოს ამ კუთხით რეგულაციები გასაგები ანუ ამას გინდა კომუნისტი მომდამიწოდან გინდა ბოლშევიკი და გინდა ანარქისტი ხო მაგრამ ხო აი მაგალითად აკადემიურ მოსწრებასთან და სწავლასთან მე ხარ პერსინგით ვიქნები სკოლის მოსწავლე რო ვიყო თუ პერსინგის გარეშე სწავლა თუ მინდა კავშირი ხო არა სხვა რაკურსით მე მაინც აი სტერეოტიპულად ვჩები იმაზე რომ მე სკოლა ბოლოს და ბოლოს ახლა კაბარუა წამოხტილი ამოწყლეპილი რაღაცა არის ახლა კაცო მოზარდია იქ სექსუალური მომწიფებაა თუ რაღაცა დამიჯერეთ ახლა ეს არ არის სკოლაში ეს მისაღები ფორმა მე არ მიმაჩნია და ახლა ისიც არ მიმაჩნია რომ გინდა თუ არა შენც გეცვას რა ქვია ლურჯი შარვალი და თუ და მეც ლურჯი მე ამ კუთხითა ვარ
ხო გასაგებია პირზიგი ნაკოლკები საუძახიან ნაკოლკებს სვირინგები აგენი ახლა ავიცამნაირი მე მაგალითად არ მიმაჩნია კარგი მიღებულია თქვენი აზრი რა თქმა უნდა ხო ეს არ მიმაჩნია ხო ახლა ეს არ მიმაჩნია 12 წლიანი სწავლა წინასწარ გითხარით ახლა მაგას მე ვემხრობი რომელიც გითხარით 8 გამოცდა საატესტატოს 4 ჩააბარეს მე 4 ჩა თუ ერთ გადავა იქ მეთოდით მაგრამ 12 წლამდე შეეწეროს ორივე შემთხვევაში ბატონო დიმიტრი ჩვენ ხო ვიცით რომ შეზღუდვებს და აკრძალვებს თუ არაფერი შედეგი არ მაქვს თუ ლოგიკა არ აქვს ლოგიკა რა ახლა შეხედე არავითარი ლოგიკა რა აქვს რეპეტიტორიუმს არავითარი ლოგიკა არ აქვს აი დღევანდელი დღე დაიწერეთ საცხაბ იმაში წინში მოინიშნოთ არავითარი ლოგიკა არ აქვს 12 წლიანი სწავლების ამ ფორმით რასაც ესენი ამბობენ სასაცილო ახლა ეგ არ მინდა ესენი მოლოდინი რა აქვს იცი ფაქტობრივად არავინ არ იტყვის მე 12-ში გავაგრძელებ სწავლასო და ესე ჩამოიფარცხება ამის გამით ამის მოლოდინი აქვს ამითი გააჩერენ რა გინდა ძმაო შენ რომ მიტევ 12 წლიანი დავტოვე 12 წლიანი მაგრამ ის 12 წლიანი უკვე ყალბია ხო ყალბია კარგი ახლა შენ მეტყვი შენ ხო ყალბია ახლანდელიო ახლანდელი ყალბია აბა რა არის სკოლაში რომ გავიდეს და იმეცადოს დამოგდამ თავარი რა არის იცი ნანა საატესტატო გამოცემი მე ვიმეორებ შეხედე რა არის პირველი ნანა მე მინდა ახლა მაყვა ვიცი რომ სანამ თქვენთან მოვიდოდი 1000 ვიღაცამ მომწერა ალბათ იგენ რეკავენ ახლა ისე ხო და ესე იგი პირველი ნანა გულწრფელად გეუბნე ახლა პირველი არის რაც არის მე გეუბნები ერთს პირველი უნდა იყოს სახელმძღვანელოები გამართული მასწავლებელმა მოიძიოს ოდი მასწავლებელი ვერაფერს ვერ მოიძებს 80% 90% და შეიძლება 99% ამი რომ მოიძიოს ну ახლა გამოცდებს არ შევეხოთ მასწავლებლის გამოთ მაგი მე იცით რომ შეერბილებული გამოცდა უნდა იყოს და წინ უნდა მიწა თავარია და სახელმძღვანელო პროგრამა და მეთოდიკა და სტრატეგია სწავლების რაღაც დაწერილო იტყვია და ჩაგიტარებს იმას თუ არა ახლა იმ ცოდნას მაშინ ნანა მაგ ლოგიკით რაღაც მაგენი ამბობენ ხო პირველი კლასის მასწავლებელი გავიყვანთ ახლა ჩვენ ბაზარში და ორივეს მიცეთ კარტოფილის გამყიდვას და ყველის გამყიდვას და პირველი მეორე კლასის მასწავლებელს მიცეთ ასეთი ამოცანა ორ ადამიანს ამას ვეუბნებით ყველს ხო ყი 1 კილო ყველა ხის 15 ლარი ხის 120 გრამი ყველი ზეპირად გეტყვის იმიტომ მე მჯობნის ხარ იმიტომ მე მიყვარს ყველის ცოტა პრეტენზიული ვარ ყველზე და სულ მე ვემყიდულობ და აქეთ ეს რომ იცე იმას 80% არ მოგეხსნის მასწავლებელი ესე ყველის გამყიდველი დავსვათ მაშინ მასწავლებელი აქ სხვა ღირებულებები არ გამოამას ეგაც სხვა ღირებულებები ახლა მეორე ბრძანეთ ეს უნდა იყოს სახელმძღვანელო რაც თქვი ოჯახშიგებული უნდა იყოს თავისუფალი არჩევითი თავისუფალი ესე იგი საატესტატო გამოცდები რომლის ცოდნა შემიძლია მოვიტანო ოღონ გამჭირვალი და ახლანდელი კი არა ხახუით რო იყიდება კაცო ან დიდი ეჭვია რო იყიდება და მართლაც ასია ხო ეჭვი არ უნდა მაგას ასია ხო ეს უნდა იყოს უძლიერეს ეს რომ ადამიანი შევიდეს წინ ნანა შეხედე რა ხდებოდა წიგნი შეიძლება არ გადაეშალოს მოსწავლეს და სტუდენტი ხდებოდა ნანა ამაზე მეტი სამასხარ რა გინდა მე ხომ მყავს ახლა ერთი მოსწავლე თქვა რომლებიც სწავლობენ თვითონაც შეიძლება არ იკლავდნენ თავს რაღაცა ერთი მეუბნებ ახლა გვარს არ ვიტყვი როგორ ახლა მე ვთქვა თბილისში ერთ-ერთი კომერციული როგორ იქნება მასწავლებელო 30 კაცი სწავლობთ ერთად და პირველი რო იქნება მათემატიკაში 13 გრადონი იქნება წამოგდენია როგორი გულწრფელი ყოფილა ხო არა თვითონ მეგობრობს ახლა ჩემ და ასე მდგომარეობა ამას ეს უნდა იყოს ესე იგი ოღონდ ეს საატესტატო გამოცდები თავისუფალი არჩევით გინდა სახლიდან გინდა მართლა არაერთი შეიძლება მე ერთ-ერთმა ბიზნესმენმა წამომიყვანა 60 წლის კაცმა რომელიც გაგმოვდის რო შევედი სახში და ვიკარგებ 40 ოთახი და ავიც კაროჩე ხო და ეს კაცი გაიხსენა ელიზბარ წითლანაც მე რო სწავლობდიო სხვა კორპუსში ელიზბარ წითლანაძე სხვა ფიზიკოსები იმას ასწავლიდა მაგრამ ისეთი ძლიერი ლექცია ჰქონდა უმაღლეს მათემატიკაზე ჩვენ მომდენიმეო წარჩინებს სწავლობ მე ამ ბიზნესმენმა მითხრა ბროლაძე ახლაც მახსოვს გვარი ესე იგი დამბაძე ერთ-ერთმა სამეგროში მისმა კურსელმა ხო და თბილისში ვარ თქვა მოვი თბილისში თუ ხარ ჩემი მეგობარიო აუცილებლად ჩემ დაბადებით ხარ და გამომიარა თავის ძღოლი ამსახურებოდა აწყობილი აქვს თავის ახმარ თოლომაჯოს და მომიყვა გზაში კაცო და იქაც ესე იგი იმის ლექციებს ისე იქნება შეიძლება კაცო იქიდან წამოვიდეს აქეთ დაესწროს აი ეს არ უნდა აუცალო იმიტომ
მე კარგად ვიცი ახლა ეს წამოიწევ, იმიტომ მე ჯერთი საიდან განხორციელება ანუ ფიზიკის მასწავლებლების დეფიციტი გვაქვს. მე მყავს მეგობარი ახლა არ მინდა სენაკელი, რომელიც მე გავზარდე პედაგოგად, სხვა შორის 40 წლის ასაკში დაიწყო პედაგოგობა. ხო, გაიგე 58 წლის ასაკში მე გავზარდე. და მაშინაც იყო პრობლემა, ძველადაც. მასწავლებელი გვასწავლიდაო ფიზიკასო. მე ფიზიკას შევიჭერი პირველ წელს მე თბილისში მომზადდაო. ხო, მასწავლიდაო და 60-თო მასწავლებელი უწევიდესო. ჩემ მოსწავლემ შეეკითხავს იმან ამხანებო 60-თო წევიდესო. სატვირთო მანქანა სუბუქია, რომელიც უფრო გაივლის ერთ იმამანძისო და სატვირთო დიდი საბურავი აქვს და მითო წარმოგიდგენთ რატონია. ბატონო დიმიტრი, მოდი შევაჯეროთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. ზოგიერთ შემთხვევაში. ხო, თქვენი სტუმრობა ყოველთვის ხმაურიანად სრულდება ხოლმე მსგავსი ტიპის მოწოდებით, რომ ბავშვებს ეუბნებით მოსწავლეს სკოლისგან შორს დაიჭიროთ. აბსოლუტურად. იგივე აზრს რჩებით თუ ეს რეფორმა თუ რა ახლა მოუცადოთ ჩვენ. არა, ჯერჯერობით სამგზავრო მაინც არ შემოდის. ნანა სკოლა არ აძლევს მინიმალურს ცოდნას. მინიმალურს აძლევს უпроსტად და მე ფაქტის წინაშე რო რჩება უკვე არ ესწრება ბიჭო შეგებ 5 უდრის 2x + 3 მე ხوار ვამბობ მასებელია დამნაშავე თქვა მასებელს გონია ამას ვამბობ მე ვარ დამნაშავეო შენ დამნაშავე რაშიდაც ხარ გეუბნები ხმას ვარიღები მაშინ ხარ დამნაშავე და პოლიტიკა შენ არ შექმნი ვერ შექმნი სახელმწიფო არ ვარ იმაში ხარ დამნაშავე მეთოდიკა რო არ აგაკ და შემოქმედი ვარ რო იძახი ზოგიერთი იმაში ხარ დამნაშავე 5 არ გამომდის ახლა შენ მათემატიკა ლაპარაკი მაგრამ 5 უდრის 2x თუ არ დაუწერე 2x უდრის 5 გაიგე და აქედან x ესე ვერ აკეთებს ეს ვისი ბრალია ვისი შენ ხარ გონია იმის ბრალია რა ქვია მოსწავლეს ჯო არასწორად და დაიზეპირე წესი ასაც სწორი სწავლება არ არის მე ახლა შეხედე ჩემ თავზე ვიტყვი ახლა გუშინ სპეციალური ვიყო ვიცოდი ახლა უნდა მოსულიყავ და გუშინ წინ დავდევი იმიტომ მე ვაპირებდი და მერეკა რაღაც ის და თქვენ დამას გავდევი მე პირველი მეოთხე პირველი მეექვსე კლასის მათემატიკის მასწავლებელთა გამოცდის საკითხები ახსენი უმარტივესი საკითხით შემჭამან და 6 ბავშვი 5-6 ბავშვი დადის 6 ბავშვი მესამე კლასელი ძალიან კარგი ბავშვები მარტო შაბათს მოდიან კვირას თითო საათს მეტი ამცალია მოთხარ მეთქვა ახლა ამცალია ქეხედა მინე გავიდი ხო და დამაინტერესა უბრალოდ ახლა ტელეფონში ვერ სხვა დავდებ ამ დღეებში დამაინტერესა და მივწერე ერთ-ერთს მოდი მოთხარი ის ორ თქვენ არის და თქვენ 4 რომელიც კლასელები ან პარაკლასე ერთ სკოლიანი ხართ გადე ერთ როგორ გაიგენ ბავშვებმა წარმოგიდგენ მესამე კლასში გაიგო ჩვეულებრივო მე ვთხარი არაო ერთი ორ დააპაუზო ის ძალიან ძლიერი ბავშვი არის ერთი და ერთი ორი ამოხსნოდა დანარჩენი მე ის კი არ მაინტერესებდა თვითონ თუ ამოხსნოდა ეს ახლის პროცესი თუ გაიგო მე ხვდე მე გაიგო ხო და ამიტომ ამას ყველაფერს ხელშეწყობა უნდა გაცო და ამას არ არის სკოლაში ამის ხელშეწყობა არ არის იმიტომ შენ გიკავია მაკულატურა წიგნი რომელიც უკვე ყველა ამბობს ნორმალურად რომ ფსიქოლოგიაც აცდენილია სწავლებას აცდენილია შინაარს აცდენილია და რაღაცა გელაპარაკება ყველაფერზე და ბოლოს რო შეხედავ რა დაგჭა არაფერი გრჩება გაცარიელებული აგი გახრეთ საცერი რო იქნება წყალი დაასხა ისი არის რას ეთყვით მოსწავლეებს მოსწავლეებმა ამ ეტაპს ახლა წიგნი ჯერ არ გამოდის ამ ეტაპს ახლა მე რო არ მოუწოდო შენ თუ მოსწავლეს ნახავ გაისად მე-10 კლასში აი სექტემბრიდან რაც გინდა იმითხარი სადღაც კი იქნება და რაც უნდა მოუწოდო შენ იქ სადაც ის არის სადაც ამ სახელმწიფოს არ ხმარობენ რაღაცა მასწავლებელმა გაბედა გადააგდო იგი პრემიერმა თქვა არ გავწინიო და ვერ აგდებ მაგრამ ახლა მე ვარ დირექტორი არ დავს ნებას ხო შემავნებელია დირექტორი ჩემ წიგნზე არა კიდევ ერთხელ გეუბნე მაგრამ არის კიდევ ჩემ წიგნზე თუ გინდა საუბარი იმიტომ ვიცი რომ აძლევს ცოდნას და შენ არ ცოდნას აძლევ მაშინ ერთი გავატა ვისაც ვინმე თუ დარეკავს ამას გამოდი 1 საათი შენ მე შემოვალ მაშინ და მე არ ამოხსნე უხერხულში როგორც ახლა ეს ბავშვების იგენ მასწავლებლები აღმოჩნდნენ უხერხულში მე არ მინდა ყველაფერი გავხსნა კარტი მაგრამ მოგასმენიებ როდესაც ამ ბავშვებმა ხო დაინახენ რა არის მესამე კლასელებმა თუ გინდა და ჩემ წიგნს ბიჭო ოქროს წიგნი შევქენ და იმას არ ახმარ წიგნს ესე მავნებლები ხარ და თან ლანძღავ თან გადმოდიხარ ლანძღავ არ დავინახო მაგის წიგნიო აი მე ეს პატარა ადამიანად მეაჩნია მაგრამ ჩემზე არ არის კიდევ ერთხელ გეუბნები
მითხოვე მე ჩვენ თუ გვექნა რაც მე ჩამოთვალე გამართული კიდე ერთხელ გეუბნები ყინულის აი ორი ყინულის მოედან რო გაკეთდეს კიდე 4 ევროპის იმას ჯილდოს წვილთა როგორც არის ჩვენ წამოვიღებთ 10 წელიწადში მაქსიმუმ აი ასე იქნება ესეც ბატონო დიმიტრი დიდი მადლობა რომ დრო დაგვითმეთ კარგ დღეს გისურვებთ სასიამოვნო უკრაინა გაქვთ ხოლმე დასვენების და ბოლოს მიმართავ მაინც კარგი მიმართეთ და დაგემშვიდობებით აქ მაყურებელს გონია რომ რაღაცა კიდე ერთხელ მომნები ამბიცია მკლავს რაღაცა პირადი ამბიცია გულწრფელად გეუბნები არ არის დანაშაული თუ ადამიანი იცის რომ მე ვიცი რომ შენ არასწორად აკეთებ და აი მე რომ ესე ვარ აი ეს არის სწორი იმიტომ მე ბიჭო კაი 17 წლის წინ ვეხვდებოდი და მლანძღავდი და მთათხავდი 18 წლის წინ ვეხვდებოდი მლანძღავდა მაგრამ მეტი რაღა უნდა დაგემართოს ახლა მეტი რაღა უნდა დაგემართოს რესტორანში რო შევიდა ხალხიდან ვიღაცა რომ მასხათ აიგდენ და იმ კაცმა დედაგინა და ერთმა ძველმა ბიჭმა თუნდაც წავიდა გაიყვანა კვლელი ვიღაცა ერთი კიდე რომ შეეგინებიაო დედას ვიტირე მეტი რაღა უნდა შეეგინებიაო ყველაფერი გვაგინაო ხო აი ესეთი მომენტია მეტი რაღა უნდა დაემართოს სკოლას თავიდან მომდე ყალბია ნიშნები ყალბია ისა და თვითონ განათლების რატო აკრობის თუმცა ყალბია შეფასებები ყალბია ეროვნული გამოცდები ყალბია ნიშნები ყალბია სკოლაში სიარული ყალბია წიგნები ყალბია პროგრამები ყალბია მათზე დაფუძნებული მეთოდიკა ყალბია ახლა შენ მეთქვი შენ თუ სხვა სასწავლი შენ მაშინ ამ ჩარჩოებში ამ სიყალბეში არ ზიხარ შენ თუ სხვა წიგნით ასწავლი სხვა მეთოდიკით ასწავლი ამ სიყალბეში არ ზიხარ და კურიკულუმიდან რაც ხებს რომ მოიტეხენ ენა აი ამაში რო ზიხარ უკვე ყალბი ხარ ამიტომ ამ მოსავლებს კიდევ ერთხელ ვეუბნები მეგობრებო მე მშობლებსაც მიმართა არ აღმოჩნდეთ ან ახლა აქამდე გამოგდიოდა და სულ არ ხვდებოდით და მაგრამ დღეს მათემატიკის ცოდნა ფიზიკის ცოდნა ქიმიის ცოდნა ეს არის უდიდესი აი წარმოიდგინე ერთს ვისაც ეს ცოდნის გამოყენებს უნარი ექნება და არ ექნება იმას ექნება თქვა 2000 თქვა ევროპაშიც როცა ევიდეს და ვისაც ამის გამოყენების უნარი ექნება და ეს ექნება იმას ექნება 50000 განსხვავებას ვერ ატყობ თუ მინიმუმ თან ბატონო დიმიტრი დაგემშვიდობებით გაიხარეთ კარგ დღეს გისურვებთ და ისევ და ისევ მადლობა რომ მონაწილეობდით გაიხარეთ იმედია დადგება ძალიან მალე ისეთი დრო როცა პოზიტიურ ამბები გადაწონის ამ ნეგატივს ხო არ ვიცი მაინც ამ მოლოდინებით დავიმშვიდობ 2 წელი მოვიცადოთ კარგით იმედია 2 წელი არ დასჭირდება ძვირფასი ტელემაყურებლობა დიმიტრი გოშხეთელიანს მასპინძლობდი ეს გადაცემა შუაოთხე ქუთაისშია გემშვიდობებით ორშაბათამდე საუკეთესო სურვილებით ბედნიერ და ნაყოფიერ უქმეებს გისურვებთ დიდი მადლობა ყურადღებისთვის ნახვამდის